მოემზადეთ. ასეთ შეჯახებას მსუბუქი წონის დივიზიონში იშვიათად ხედავთ. როცა ოქტაგონი დაიხურება, იქ ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ენერგია იბრძოლებს. ბოლო წლების განმავლობაში UFC-ში უამრავი ძლიერი დებიუტი ვნახეთ, მაგრამ ძალიან ცოტა ფაიტერი ახერხებს ისეთ ტრაექტორიას, როგორიც ახლა არმან წარუკიანს აქვს. და ამ ყველაფერს წინ გადაუდგება დენ ჰუკერი. ვეტერანი, რომელმაც მოთმინებით, სისხლითა და 10 წლიანი გამოცდილებით შექმნა ისეთი ომის სტილი, რომელიც ახალ თაობასაც კი აფრთხობს. დღევანდელ ბრეიქდაუნში ზუსტად ამ დაპირისპირებას შევეხებით. რას წარმოადგენს ჰუკერის სტილი? რა უპირატესობები აქვს წარუკიანს? სად მდებარეობს კრიტიკული წერტილი და რა სიობიზებს უნდა ველოდოთ ბრძოლაში, სადაც ახალგაზრდობა და გამოცდილება პირდაპირ წაასწორებენ ერთმანეთს. დენ ჰუკერი MMA-ში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გამოცდის სიმბოლოდ გადაიქცა. UFC-ში მისი დებიუტი 2014 წელს შედგა და უკვე თითქმის 12 წელი გავიდა, რაც ის უმაღლეს დონეზე იბრძვის. რთულია დაიჯერა, რომ ადამიანი, რომელსაც 36 პროფესიონალური ბრძოლა აქვს ჩატარებული, დღესაც იგივე მშიერი ენერგიით გამოდის. თითქოს სულ ახლახან შემოვიდა სპორტში. მისი რეკორდი 24 გამარჯვება 12 წაგება, მხოლოდ ციფრებია, მაგრამ იქ უკან დგას რეალური ჭრილობები, დაუნდობელი ომები და მეტოქეები, რომლებმაც ჰუკერი არაერთხელ განაცადებინა საკუთარი სიმტკიცე. ჰუკერი 35 წლისაა, ანუ იმ ასაკში, როცა გამოცდილება უკვე მაქსიმუმს აღწევს, ხოლო სხეული ჯერ კიდევ ინარჩუნებს რეაქციისა და გამზდეობის მაღალ დონეს. მსუბუქ წონაში 70 კილოგრამში გამოსვლა მას ყოველთვის ბუნებრივად ერგებოდა. გრძელ მანძილზე დომინირება, სიზუსტით დატვირთული დარტყმები და ის ცივსისკლიანი ტაქტიკა, რომელსაც მხოლოდ ბევრი წლების შემდეგ იძენს ფაიტერი. მიუხედავად იმისა, რომ ჰუკერი ხშირად რენჯ სტრაიკერად მოიხსენიებან, ეს შეფასება ზედმეტად ზედაპირულია. რეალურად დენ ჰუკერი ტექნიკური უნივერსალია. მას აქვს ძალიან მძიმე იდავყვები, შორიდან ეფექტური ჯები, ახლო დისტანციაში კი მკაცრი წნევა და ბრძოლის IQ, რომელიც მოწინააღმდეგეს ხშირად შეცდომაზე ამუშავებს. მისი იდავყვებს უამრავი ბრძოლის შედეგი გადაუწყვეტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰუკერი ზედაპოზიციაში აქტიურად იწყებს ground and pounds. ჰუკერის გრაპლინგით საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ. მისი გილიოტინა ერთ-ერთი ყველაზე საშიში იარაღია დივიზიონში. ის ამ ჩოკს აკეთებს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხრიდან. და თუ მეტოქე არასწორ კუთხეში შევა ან მინიმალურადაც დაუშვებს კისერზე წვდომას, ჰუკერი პირდაპირ ჩაუჭერს და იატაკზე ჩამოიყვანს. მის კარიერაში უკვე 7 საბმიშენია და მათ შორის რამდენიმე კლასიკური ჰუკერის სტილით მოპოვებული გილიოტინა. რაც შეეხება გამოცდილებას. იმ რაოდენობის ტოპ ოპონენტი, ვისთანაც ჰუკერს მოუწია ბრძოლა, ძალიან ცოტას აქვს. ჩამონათვალი თითქმის შოკირობს. აიაკვინტა, ფელდერი, პორიერი, ჩენდლერი, ბარბოზა, ჯიმ მილერი, გილბერტ ბენსი, ჯეილინ ტერნერი და რა თქმა უნდა ისლამ მახაჭევი, რომელსაც ბევრ ფაიტერს ვერ გაუგრძალია 3 რაუნდი, ისე როგორც ჰუკერმა შეძლო. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰუკერი არის ისეთი გამოცდა, რომლის გადალახვას მხოლოდ ძალიან დახვეწილი და გამზდელი ახალგაზრდა შეუძლია. ახლა სცენაზე გამოდის არმან წარუკიანი 29 წლის, 22 გამარჯვებით და მხოლოდ 3 მარცხენით. ის დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და აგრესიული გრაპლერ სტრაიკერია. მისი ბრძოლები აჩვენებს, რომ არმანი არა მხოლოდ ფიზიკურ ზანაზეა დაფუძნებული. მას აქვს ძალიან სუფთა ძალისმიერი ტექნიკა, ბრწყინვალე ტემპი და კონტროლი, ორთა ბრძოლებში მან დაატმათ, რომ ახალგაზრდული ენერგია შეუძლია სტრატეგიულ ბალანსად გადააქციოს. მაგრამ აქ არის ერთი დეტალი, რომელზეც ბევრი არ ამახვილებს ყურადღებას და ეს დეტალი შეიძლება გახდეს ამ ბრძოლის მთავარი მოტეხულების წერტილი. თუმცა ის, რასაც წარუკიანის ბოლო წონის დაჭერაზე დაფიქსირებული სირთულე გვიყვება, შეიძლება მთლიანად შეცვალოს ბრძოლის სცენარი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. პოლკა 2-ში ვხედავთ, როგორ მოქმედებს ეს ფაქტორი რეალურად და რატომ შეიძლება ჰუკერი აქედან სერიოზულ შანსად გადაიქცეს. წონის გაჭრის თემა ყოველთვის იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხი UFC-ს მსუბუქ წონაში, რადგან სწორედ აქ ყველაზე ხშირად ხდება ისეთი სიტუაციები, როცა ფაიტერმა კილოგრამები ზედმეტად აგვიანა, ან ბოლო წუთზე მეც დაკარგავს, ვიდრე ორგანიზმი რეალურად უძლებს. არმან წარუკიანის ბოლო შემთხვევამ ამაზე მიგვანიშნა. სერიოზული ბრძოლების ტემპში წონის მენეჯმენტი უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. როცა ფაიტერი წონას ზედმეტად რთულად აკეთებს, ენერგიის რეზერვები მნიშვნელოვნად მცირდებს. ზოგჯერ ერთი დღე საკმარისი არ არის სრულ რეაბილიტაციად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრძოლაში მაღალი ტემპია დაგეგმილი. წარუკიანის სტილი კი სწორედ ასეთია. მუდმივი წნევა, სწრაფი ჩასვლები, არაერთი ტაიმინგით შეცვლილი ტექნიკა, მოწინააღმდეგის გაწეწვა ტაქტიკური რაუნდებით. და აქ იწყება მთავარი კითხვა. შეინარჩუნებს კი არმანი იმავე გამძლეობას დენ ჰუკერთან, რომელიც ცნობილია თავისი შეუბრალებელი ტემპით. ჰუკერის სტილში არსებობს ერთი დამახასიათებელი ელემენტი. ის არასდროს ენდობა პირველი დისტანციის შედეგს. თუნდაც ფიზიკურად უკან დაიხიოს, რეალურად ტაქტიკურად მანძილს აკონტროლებს და ცდილობს მოწინააღმდეგეს აიძულოს, გააკეთოს პირველი შეცდომა. ეს კი ძალიან სახიფათოა გრაპლერ სტილის ფაიტერთან,
რადგან ზედმეტი სტრათვა ტეიქდაუნისკენ ხშირად ჰუკერისაა მომგებიანი. მისი გილიოტინა სწორედ სწრაფი ჩასვლის ეფექტურ დაბრკოლებად იქცევა. წარუკიანის რესლინგ სტილი აშკარად მძიმეა, ექსპლოზივნეს, სწრაფი კუთხეები, მინიმალური პაუზა. ის ხშირად ახერხებს, რომ მეტოქეს ჯერ სივრცე შეუზღუდოს, შემდეგ კი მანევრის გარეგანი ზონა სრულიად დაკეტოს. მისი გამარჯვებების დიდი ნაწილი სწორედ კონტროლზეა დაფუძნებული. როცა არმანი ზედა პოზიციაშია, იქ მუშაობს მისი კარდიოს ძალმოსილება, ძალიან სტაბილური გრაუნდ გეიმი, მუდმივი დარტყმები, დინამიკური პოზიციის ცვლა. მაგრამ ყველაფერი მაშინ მუშაობს, როცა ენერგია საკმარისია. თუ წონის გაჭრის პროცესში ორგანიზმმა ზედმეტი დაკარგა, კარდიოს პირველი დარტყმა სწორედ ექსპლოზივნესზე მოდის. სისწრაფე და პირველი ნაბიჯის ძალა მცირდება და ჰუკერის მსგავსი გამოცდილებული სტრაიკერი სწორედ ასეთ პატარა ჩამოშლას იყენებს. ჰუკერს განსაკუთრებით კარგად გამოსდის ბრძოლების რიტმის შეცვლა. შეიძლება 1 წუთი ზედმეტად მშვიდი ჩანდეს, შემდეგ კი უკიდურესად მკვეთრი შეტევა მოხვეს. მისი გრძელტანიანი დარტყმები მეტოქეს არ აძლევს სიღრმიში ცენტრის მოპოვების საშუალებას. სხვაგვარად რომ თქვათ, ჰუკერი აფერხებს იმ სტილის განვითარებას, რომელსაც წარუკიანი იყენებს მეტოქის დაშაშლელად. არსებობს კიდევ ერთი ტექსტური ფაქტორი. ჰუკერი ფსიქოლოგიურად ძალიან რთული ფაიტერია დაშაშლელად. ბევრმა თაობამ სცადა მისი გატეხვა და ბევრმა დაინახა, რომ ეს თითქმის შეუძლებელია. დენი ყოველთვის რჩება სტრატეგიულად ცივსისხლიანად, რაც აიძულებს მოწინააღმდეგეს მუდმივად იმპროვიზაციაზე გადავიდეს და როცა გრაპლერს უწევს ზედმეტ იმპროვიზაცია, მისი თავდაცვითი სტრუქტურა ხშირად ეშლება. და ამ დაპირისპირებაში კი სწორედ ეგ შეიძლება გახდეს მთავარი ნაპრალი. წარუკიანს უნდა შეუთავსოს ტაქტიკური სტაბილურობა იმ პირობებში, როცა ჰუკერი მუდმივად ცვლის რიტმს და ყოველთვის ჩასაფრებულია კონტრშეტევაზე. ახლა ვისაუბროთ სტატისტიკაზე. წარუკიანს აქვს 9 ნოკაუტი, 5 საბმიშენ და 8 გადაწყვეტილებით მოგებული ბრძოლა. UFC-ში მისი რეკორდი 9-2-ია. ეს შტამბეჭდავია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ნამდვილად იყოს შარლს ოლივეირასთან. ამ ომში წარუკიანმა აჩვენა, რომ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურ სტრაიკერ გრაპლერს მსუბუქ წონაში, თუმცა აქ ჩნდება ძალიან რთული შეკითხვა. ამდენი ტექნიკური შესაძლებლობის ფონზე, რატომ ვერ ახერხებს წარუკიანი ბრძოლების სწრაფად დახურვას ტოპ ფაიტერთან? რატომ მიდის მისი ნებისმიერი მაღალი დონის დაპირისპირება მძიმე, თითქმის გამოფითულ ბრძოლამდე? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს მისი სტილის ბუნებაში, ის იშვიათად რისკავს ზედმეტად. მისი ბრძოლები ხშირად სტრატეგიულია, ძალიან გათვლილი და ზოგჯერ ეს შესაძლოა დენის მსგავსი ვეტერალის წინააღმდეგ გახდეს პრობლემა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრძოლა შედის იმ ზონაში, სადაც ფსიქოლოგიური სტაბილურობა გადამწყვეტი ხდება. და სწორედ აქ იწლება ის, რაზეც ყველაზე ნაკლებად ლაპარაკობენ. ჰუკერის თამდევი სტილის შავი მხარე, რომელიც წარუკიანს განსაკუთრებით გაუჭირდეს. ის, რასაც ჰუკერი აკეთებს ახლო დისტანციაში და რასაც კამერები ხშირად ვერ აფიქსირებენ, შეიძლება მთლიანად შეცვალოს ბრძოლა და პოლკასამში მივყვებით ამ დეტალს, რომელიც ბევრისთვის ჯერაც უცნობია. ახლო დისტანცია ეს არის სივრცე, სადაც დენ ჰუკერი ნამდვილ მონსტრად იქცევა. ბევრს გონია, რომ მისი ყველაზე ძლიერი იარაღი გრძელმანძილიანი დარტყმებია, შორი ჯები, პირდაპირები, მუხლები, მაგრამ სინამდვილეში მისი ყველაზე მკაცრი არსენალს სწორედ იქ იმალება, სადაც კამერები ნაკლებად ფიქსირებენ. მინიმალურ სივრცეში, რამდენიმე სანტიმეტრში, სადაც იდაყვები, მოკლე აპერკატები, მკლავის ჩაჭერები და არასტანდარტული კუთხეები მუშაობს. ჰუკერი ახლო დისტანციას ისე იყენებს, თითქოს ეს მისი ბუნებრივი გარემოა. მისი ფართო ჩარჩო და გრძელი კიდურები მას საშუალებას აძლევს მეტოქე დაიჭიროს მცირე გალიაში, სადაც არც გრაპლერს ყოფნის ძალა, არც სტრაიკერს, სიჩქარე. სწორედ ამიტომ ბევრს უჭირს მისი გარღვევა. მისი ხელების მოძრაობა თითქოს აუჩქარებელია, მაგრამ თითოეული დარტყმა ზუსტად იმ ადგილას ხვდება, სადაც მეტოქე გამორთული დგება. და ამას ემატება მისი სხეულის ტრიალი, რომელიც იდაყვის დარტყმას ისეთ ძალას აძლევს, რომ ერთი ზუსტი დარტყმა შესაძლოა ბალანსიდან სამპუნად გამოგაგდოს. სწორედ ასეთი სტილური ელემენტი შესაძლოა ყველაზე რთული აღმოჩნდეს არმან წარუკიანისთვის. არსებობს საბრძოლო რეალობა, რომელსაც ბევრი უცებ ვერ ამჩნევს. გრაპლერ სტილის ფაიტერს ყველაზე მეტად აწუხებს ის, ვინც ახლო დისტანციაში პოზიციებს აურევს. წარუკიანი უდიდეს კომფორტშია მაშინ, როცა რიტმს თავად აკონტროლებს. აკეთებს ფეინტს, შემდეგ ექსპლოზივნესით შედის ფეხზე, ცვლის კუთხეს და მოულოდნელად აკეთებს ჩასვლას. ეს სტრუქტურა მას მუდმივ კონტროლს აძლევს, მაგრამ როცა ჰუკერი სივრცეს უმჩირებს, ყველაფერი ყურით დგება. ამ სიტუაციაში წარუკიანს უწევს არა თავისი ტემპი, არამედ ჰუკერის რეგულაციები. ჰუკერი კი ამ კონტროლს ძალიან ცივსისხლიანად იყენებს. მისი კლინჩის ძლიერია, აგრესიულია, ხშირად ჩააგდებს თავის წონას მოწინააღმდეგეზე და ეს 70 კილოგრამის ირგვლივ წონა
ბრძოლის დღეს დაახლოებით 77-78 კილოგრამი. ხშირად ისეთ წნევას ქმნის, რომ თუ ენერგია ბოლომდე შენარჩუნებული არ გაქვს, გული დაიწყებს ჩაწევას. წონის გაჭრის შემდეგ ასეთი წნევა კიდევ უფრო მძიმეა. წარუკიანს ექსპლოზივნესი შეიძლება დარჩეს, მაგრამ უხეში ფიზიკური ძელა არა იმ დონეზე, როგორც ჩვეულებრივ აქვს. ასე რომ თუ ჰუკერი მიაღწევს იმ ზონას, სადაც კლინჩი დაიწყება, წარუკიანისთვის ეს გახდება მუდმივი დატვირთვა, რომელსაც ვეტერანი დეტალებით მართავს. და კიდევ, ჰუკერის ერთ-ერთი უშამჩნევი იარაღი მისი შიდა აპერკატებია. ეს დარტყმა არ ჩანს დიდად, ხშირად კამერაც ვერ ფიქსირებს, მაგრამ ეფექტი წარმოუდგენლად მძიმეა. ჰუკერი ამ დარტყმას ატარებს მაშინ, როცა მეტოქე ძგილობს ფეხზე ჩასვლას, ან პოზიციის შეცვლას. და ამ პატარა დარტყმას ბრძალა აქვს სწორედ იმ მომენტში, როცა სხეული დარტყმის მიღებადმი ყველაზე დაუცველია. ეს შეიძლება წარუკიანისთვის გახდეს ბრძოლაში უხილავი დანაკარგის წყარო. ენერგიის მოპოვება რთულდება, ჟანგბადი უფრო სწრაფად ქრება და კაც ხვდება, რომ დისტანციების კონტროლი მას აღარ ემორჩილება. ახლა ვილაპარაკოთ ფსიქოლოგიურ მხარეზე. ჰუკერი ბევრისთვის არის ფიგურა, რომელიც ანაზდროს ტყება. მისი mental toughness-ი იმდენად მაღალია, რომ ზოგიერთად თქმით, მას ისეთი წყობილი გონება აქვს, რომელიც ბრძოლის შიგნით სიცივეს ინარჩუნებს, იქ, სადაც სხვები პანიკაში გადადიან. და აი ეს თვისება შეიძლება იქცეს ყველაზე დიდ პრობლემად არმანისთვის. წარუკიანის სტილი ძალიან სისტემურია. მას უყვარს, როცა თითოეული ეპიზოდი ლოგიკურად მიყვება ერთმანეთს. ჰუკერი კი ამ სისტემას ანგრევს ყველა ჯერზე განსხვავებული რეაქციით. ერთი ეპიზოდი იქნება ძალიან ნელი, მეორე ზედმეტად სწრაფი, მესამე მოულოდნელი კონტრშეტევა. და ასეთ დინამიკაში ახალგაზრდა ფაიტერს ხშირად ემართება decision hesitation. ერთი წამით პიქრი, რომელიც შეუძლია ბრძოლა მოუგეროს. გარდა ამისა, ჰუკერს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა. მისი დაზიანების ცნება შეცვლილია. იმდენ ომში ყოფილა, იმდენი მძიმე დარტყმა გადალახილა, რომ მისი ტკივილი ზღვარი სრულიად სხვა დონეზეა. იქ, სადაც სხვა ფაიტერი უკან დაიხევა, ჰუკერი პირდაპირ წინ მიიწევს. ასეთ ფასში ბრძოლა ხდება ფსიქოლოგიური სამარადეო ტესტი. სანამდე გაქვს შემართება, სად არის ჩენი რეალური ზღვარი? მაშინ, როცა არმანი ცდილობს დომინირებას ტექნიკით, ჰუკერი ცდილობს დომინირებას სულით. და ზოგჯერ ასეთი მატჩაპები სწორედ ამ ცალსახად განსხვავებაზე წყვდება. თუმცა, ახლა დგება ის მომენტი, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი საერთოდ ვერ ამჩნევს. არის პატარა ტაქტიკური დეტალი, რომელიც ჰუკერს შეუძლია ისე გამოიყენოს, რომ წარუკიანის მთელი გეგმა ერთიანად ჩამოიშალოს. ეს დეტალი მცირე გადაადგილებაში, სულოვან ბლოკში და კონტრშეტების კუთხის უცაბად გარდაქმნაში იმალება. და თუ ეს ერთხელ მაინც იმუშავებს, ბრძოლა სრულიად სხვა მიმართულებით წავა.